დღეს არის 31 დეკემბერი, დამთავრდა ეს წელი და ახლა არის 25 ბაჟამის გადაკვეთაში უნდა მოგხდეთ კორექტულად თქო და მე ამას ჯერჯერობით ღირსებულად ვართმევ თავს. ამ დილით გაიხსნა მაღაზიები და ბავშვებისთვის ესე ფეირვერკი ვიყიდე ამ დილით. მანამდე არ იყო. რამდენჯერ მივაკითხვა, დღეს ხვალ არ არის ნებავოდა. ვის გამო, ხალხო, ვის გამო, ვინების გამო? ვიღაც იდიოტებისა და იდიოტკების გამო, პიდარასტული აზროვნების გამო და მიშისტური და ნაცისტური და ფაშისტური აზროვნების გამო, ისე რა ქვია, საქართველოს ბავშვებმა და ხალხმა და მოსახლეობამ ახალი წელი არ უნდა იზეიმოს? ბიჭო 19 მეტრიანი თუ 14 მეტრიანი ძეგლის დადგეს, აქვია ნაცვისხლე დადგეს იმაში უკრაინაში, სადაც წვეტა არის და ისა წყდება დიდი, პატარა, საშუალო და ყველა ასაკისა და თქვენ რა არ ჭირს რა, ზვავი ჩამოგიწვა, რამე კატაკლიზმა მოხდა ჩვენთან, რა ქვია, გემი დაგვეყუპა, ბომბი დაგვეცა და რა ქვია, ატომური ბომბი დაგვარტყეს და გავწყდით, თუ რა იყო, რატო უნდა აღუნიშნოთ ეს? ყველგან რო კი ბატონო ხა ტელევიზორში ვარახებე რომ იქ აღნიშნეს იმ ქალაქში, მაგრამ ეს არის რაღაც ეს რა ქვია, ზუგდიდში რო აღნიშნეს აქ სამარცხვინო, ესე იგი რა ქვია, ბულვარშიც კიდე არ იყო ბანკის წინ რაღაცა მინი სცენა გაუკეთებიათ ბავშვებს ისე კი რაღაც ჩამოვარდნენ იქიდან. სამარცხვინო და მორიდებულად, რას მორიდებულად, ვის ერიდებით ამადი დედავატირე, მაპატიეთ ახლა, მაგრამ ბიჭო ჩვენ არა გვაქვს ხალხთან ისე რა ქვია, ნორმალურ ადამიანებთან ურთიერთობა, ხალხო, ბოლო ამათ ვეფერეთ, ველოლიავეთ, მოკლედ დაუყვავეთ, ყველანაირი საფუძვი ვანახეთ, ყველაფერი, მაგრამ რო არ შედის აი ამაზე ლაპარაკე, რამდენიც გინდა და ბოლო დაგუყვავეთ რა. ხო? ჯო? ის არ არისო რა ქვია, ფერვერგებიო, ახალი წელი ფერვერგის გარეშე და თოფები არ არის ამოღებულია, არ შეიძლება თოფების დიდი სიამოვნებით ბატონო. აღარ არის ამოღებულია და რა უნდა ვისურვოთ, ახლა ხო არ დავბრუნდები ჩემ ბავშვობაში და ასანთიზმას, ღეროს და გოგირდიზმას რო ვაფეთქებდით და ერთ ამბავში ვიყავით გას. ანდა ის კადრი კიდევ ნახე ერთხელ, როდესაც კაცმა შვილი არ მიუშვა პარლამენტის წინ, იმიტომ რომ მთავრობის გახსნილი არისო ნაძვისხეოდ. წარმოიდგინე, აი ამათ რო ელაპარაკო რა, ეს ავამტყოფი ხალხი, ხო? იმიტომ რომ მთავრობის გახსნილი არისო, ნაძვისხეოდა თავის ბავშვი არ უშვებდა და ტიროდა ბავშვი, ხო? ნახე მე ეს კადრი. თქვენ ხართ ავამტყოფები ხალხო, აი უბრალოდ ახლა უნდა დაიაროთ. აი ვინც ამბობდა რომ აი ჩვენო რა გვეზეიმებაო, ნუ მოკლედ ისა რა დროს ახალი წელიაო, რა დროს ფეირვერკებიო, თქვენი დედავატირი, აი თქვენს ოჯახებში ვინც მოხვდება, ხო? და რომ დავინახავთ ვინმე სახლში, აი ესეთების სახლში ნაძვის ხეს ვინისმას და ჟრიამუს, აი ბოდიში ახლა და აი ეს ნაძვის ხე უნდა გაიკეთონ ერთ ადგილას ყველას ერთად. ვისის ოჯახში, აი ვინც პროტეზზე მიდის და ვინც კიდე რაღაცებს, რომ აი რა დროს ის არისო კაცო. ახალი რატო რა დაგვემართა ბიჭო, რა დაგვემართა ისეთი. ეხლა სატრიალში ვიყავით დღეს 2 სატრიალში ვიყავით და ქელექსი ვიზეგი და წამოვედი. კორეის ამბავში სადღაც მოხდა კატასტროფა კაცო იმას. თვითონ ავიდა რაღაცებს ყებოდა წინ მისდა კაცი და გვერდში ზის ახალგაზრდა კაცი და ჩაილაპარაკა ვითომ ესმოდა ისე ბევრს. კორეის ამბავი უჭერს რა, ხალხო ჩვენ რა გვიჭირს ეს? რატო მე ვუთხარი რა გვიჭირს? რა გვიჭირს? მე ვუთხარი თუ ძალით არ იჭირვებ, ვინმე რა გვიჭირს? მე ვუთხარი ისეთი კაცო. რა გვიჭირს ისეთი რა? აი აგვიხსენით ახლა, მე არ ვამბობ ახლა შიმშილი როა და რაღაცა და ყველას რა 100% არავის რო არ ეკრება, ეს მსოფლიოში ყველა მიცის კაცო. ხო? მაგრამ რა გვიჭირს? რა თავს დაგვესხავ ვინმე? ძარცვა არის, გლეჯვა არის, დატერორება, ოჯახში შევარდა არის, მანქანას დატოვები და ბორბალს გიხსნიან და ბაკავის გიხსნიან. ქუჩაში მიდიხარ და ჩანთას გართმევენ და გატერორებენ. და რა გვიჭირს რა? პიდარასტული აზროვნებები, ხო? ბიჭოს ეს ვინ არის ამყოფი ხალხი? აგაკ სალომე მოკიდე გადარია ეს ხალხი. ისო
გაბედონო, აბა და გამომიყვანო, აბა აქიდანო, გამომიყვანო, ხო? აქეთ ესენი კიდე კვლევსილეს აბა ნახო და ჯერ ყავილაშვილმა გაბედოსო ინაუგურაციო და მე აბა და სალომეს თუ გამორეკავო. ეხლა იცით რას გეტყვით მეგობრებო? ეხლა იმას ვიტყვი რაღაც ბონუსივით სახალხო საჩუქარს გეტყვით, თუ საჩუქარ ჩათვალეთ ეხლა და მე როგორ გადაახურდავთ ეს თქვენი ამბავია რა. მეგობრებო მოგიყვებით ახლა მე ერთ ამბავს. ერთხელ კიდევ თქვი, მაგრამ აი ეს არ მithქვამს ახლა და გეტყვით. ეს ის სათქმელია, რომელიც იმ წელს უნდა თქვა სხვათა შორის. ხო და იმიტომ ვამბობ სახალხო საჩუქარებით გიკეთებდნენ. ერთხელ დავემგზავრეთ მე და კახა ლომაიას ძმა. ეს იყო განათლების მინისტრი იყო მიშას დროს. მაგის სახელი არ მახსოვს ახლა მანკაცის უფროსი ძმა იყო და ეს მუშაობდა ბიზნესთან. რუსეთში სადღაც გაზის რაღაც თუ ნავთობის თუ რაღაც კორპორაცია რაღაცა ერთად ჰქონდა. ნუ ეს უფროსობა. მაშინ ბიზნესა გარყმაში არ იყო ხალხ საქართველოს ვინ იყო რა იყო, მაგრამ მე ვიცოდი სადღაც ჰქონდა ეს გაგონილი ბიზნესზე. ადრე. და მაშინ ჩავეკითხე, მაგრამ ბიზნესა როგორი კაცია თქო. როგორ მითხრა რუსულად გითხრათ ნიპრასტოი, ნუ არაჩვეულებრივია. არაჩვეულებრივი კი არა. აი ჩვეულებრივიც და განსხვავებულია ესე იგი. კარგი მე ვუთხარი და რაში გამოიხატება თქო. მაგას რო აქვს მათემატიკური ანალიზის უნარი ერთი. მეორე მაგას აქვს კადრების გამორჩევის დიდი უნარი. კადრების გამორჩევის. ეს მე დღესაც მახსოვს და მახსოვს მაშინ კიდე როდესაც ის მოვიდა საქართველოში. ეხლა ვაკვირდები მე ამ კაცის იმას რა ქვია, ქმედებებს. ეხლა არ იფიქროთ რომ მას ვაქებ. მე უბრალოდ გიხსნით ფაქტს თუ რა ხდება და რა სიტუაცია არის საქართველოში. ესე იგი დანიშნა ერთი პრემიერი ღალატა ნუ მოხსნეს, დანიშნა მეორე პრემიერი მოღალატა მოხსნეს. მესამე კიდე ფული შეჭამა თუ რაღაცა ასე ერთი პრეზიდენტი მეორე პრეზიდენტი ბიჭო. ამის დედავატირე ეს რა კადრების გამორჩეველი ეს არის რომ თუ რა ვინც დანიშნა ყველა მოღალატა და ნუ მოკლედ მტრად გადაიქცა. ხოსე მე გეუბნები ფაქტს. ეხლა მე თავსა და ბოლოს გავაერთიანებ. 2012 და ეხლა 2024-ის ბოლოს. ძალიან ხო კარგად მომისმენთ. მაშინ როდესაც ეს ოცნება მოდიოდა პარლამენტის არჩევნები რო იყო 2012-ში, ხო? ჩემთან შემოვიდნენ სახლში ორი პიროვნება, რომელიც ნუ საარჩევნო დადიოდნენ და ორივე ორთავის ვიცოდი შემოვიდნენ სახლში დავსვით ახლა მაგიდასთან თვითონ ორი ჩიკავდა. რომ დაიწყეს აქ ბიზნესკება თუ ოცნებას უბრალოდ. მე ვთხარი ნო ერთი იყო ოცნების ის იყო წევრი იყო და მეორე იყო რესპუბლიკელების. თავიდან მე რომ გამიკვირდა ის რომ ბიზნესი ვაიშვის როცა შეიკითხეს ჯერ კიდევ იქიდან ჩამოსული რო არ იყო ისე ბატონო ბიზნესა რო ჩამოხვალ სიტყვას და რო გაიმარჯვო ვინ იქნებაო თქვენი საყრდენი ძალა რომელი პოლიტიკური ძალაო ბიზნესა მოპასუხა რესპუბლიკური პარტიაო ბიჭოს ეხლა ვზივარ და ვფიქრობ რესპუბლიკური პარტია რომელსაც 0.1-დან 0.3 თუ ქონდა პროცენტი მხარდაჭერა ისეთი პარტია თანაც ყველაზე გათახსირებული პარტია ყველაზე აი უბარიერო და ურეიტინგო რატო ირჩევს ეს კაცი ამას ხო ამიტომ რომ ვამბობ თუ არ იცი აი ეს თლიანი სურათი მაშინ აი ამ პოჭორა იმიდან შესახედიდან შენ ვერ გაიგებ და აცნები ყოველთვის იმას შენს ანალიზსაც და ყველაფერს საქმე იმაში იყო რომ ბიზნეს მოსვლამდე ქვეყანა ნაყიდი იყო სოროსისგან ან სოროს ჰქონდა ნაყიდი 93-ში როცა შევარანაძე ჩამოვიდა როდესაც რიადი მოკლეს ამერიკელებმა კიდევ მეორე მერამდე მაშინ გაიყიდა საქართველო ანუ სოროსმა ჩაიდო ჯიბეში და რა თქმა უნდა მიშა კიდე მიშა და მასი მთავრობა იყო მისი ჯიბის მთავრობა და ნუ ეს გასაგებია და ვიცით არ გაგრძელდებდი ამას ხო ესე იგი ბიზნესამ რო აირჩია რესპუბლიკელები რატო და მე ამათ უთხარი ხარ ვინც ჩემთან სახში იყო შემოსულები რომ
მე ვთხარი ახლა ცოტა ხანში ამ რესპუბლიკელებს ეს გამოიყენებს მიძინა თქო და მე მოისვის თქო არ იქარ აფერო კაცო ერთის და მეორეს გამიძალიან და რას ლაპარაკობო კაცო რას ლაპარაკობ და აი ნახოთ მე ვთხარი გავიდა სულ რამდენიღაც რამდენი წელი იყო ახლა არ მახსოვს 2 თუ 3 წელი მაქსიმუმი ხო ხო და რესპუბლიკები ნელა ჩამოიშორა ბიზნესი ხო იყო ასე მე ფაქტებს გეუბნები ხო იყო ასე ჩემო კარგო კი იყო შემდეგ მიყვა ყველა ერთმანეთს დანიშნა ერთი მე უღალატ და განიშნა მეორე ეხლა დანიშნა ბოლოს სალომე ну სალომას უღალატ რა თქმა უნდა ხო მაგრამ სალომ უღალატა კი ბიზნეს მოდი ასე დავშვამ კითხვას სალომ უღალატა კი ბიზნეს გესმით რას ვამბობ ეხლა მე ამას არ გავაგრძელებ თქვენ თვითონ იფიქრე და მე ხა ჩემს გეტყვით მეგობრებო იმისათვის რომ პატარა კაცი ჩაჯდე შულერებთან კარტის მოთამაშეთ ხო შენც უნდა იყოს შულერი ოფიციალური და თუ არა ხარ მაშინ თავი მოიყატონო უნდა წადი კაცო რა გქნა მეტი დრო შაგიბრიალო აი ხარ თუ არა თავი უნდა მოიყატონო გესმით რატო ეხა იმიტომ რომ ჩემო კარგებო იმათთან სხვანაირად აი პირდაპირ თამაში არ გამოდის პირდაპირ ითამაშა ცხონებულმა ზვიადმა და ნუ კევიცით რით დამთავრდა ხო მოგესმით ახლა რასაც ვამბობ ხო პირდაპირ გაშლი კარტით ითამაშა ზვიადმა და ამერიკამ ეგრევე გამოუწერა რეცეპტი სიკვდილი ხო იყო ასე ეს თამაშობ დიდ თამაშს მე არ ვამბობ იმას რომ ეს მიგვიყვანს რაღაც ისა ქვია იბერის გამწნევამდე მე არ ვამბობ მაგას არა ბატონო და ერთ-ერთ ხილებაში გოიმის მერვე თუ მეცხრე ნაწილში მე გასულდა ყველაფერი სად მიგვიყვანს და რითი დამთავრდება ეს ყველაფერი მაგრამ მე ვამბობ იმას რომ აი მima რო თქვა კობახიძემ რო თქვა ერთხელ წამოსდა მას როცა ბიზნესა ჩამოვიდა ახლა ბოლოს მაშინ თქვა რომ ეს არისო დიდი გროსმეისტერი გროსმეისტერი ვის ეძახიან ხო ვიცი და რა მეგობრებო აი ეს არის ახლა მოჭადრაკეზე რო არ იყო და ხო ფაქტია რა დიდი გროსმეისტერია დიდი მასონია რა თქმა უნდა და მიუხედავად იმისა რომ მას საკაშვილივით რადგან ასეთი სიგრძე რო კონდეს მაგ სიმაღლე კი არ არის საკაშვილ აქ სიგრძე არ მინდა დავკონტროლდე გამიგე მაგაში არ არის საქმე შევანაძე არ იყო ამ დონის მოთამაშე გესმით ახლა რას ვამბობ შევანაძე იყო უბრალოდ გაიძრა თავისთვის აი ოღონდ თვითონ რამედაირად გადარჩენილიყო ყველა გამძვრალიყო და ყველაფერზე ხელს მოაწედა ესეთი კაცი იყო შევანაძე იყო დიდი გაიძრა იმიტომაც მას ხალხმაც უწოდას გამიგეთ მაგრამ ეს დიდი გროსმეისტერია სერიოზულად ამიტომ სალომეს აი ეს ბოლოს ახლა კუდის მოქნება რომ თითქოს აი როგორ აბა გაბედონდა მე აქ ვიქნები და არ გამოდა ხახო თქვენ გონიათ რომ მართლა ეს ასე ხდებოდა მე რატო არ ვამბობ ხა ზოგი გამოვიდო და მოკლეს სალომეზე ერთ ამბებს დორბლებს ყრიდა აქ-იქ ჩოფებს ყრიდა ერთი არ გამიკეთები ესეთი განცხადება რატომ იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს სხვა თამაშია სხვა დონის თამაშია და ეს გოიმი ფინთი ვითომ ნაცი ფაშისტი ლიბერალისტი პიდარასტები წამოეგნენ ამას და გაჭირვებული ხავს ეკიდებოდა უშა არიქა და ჩამოიკოპწიანენ ამ იმას რა ქვია სალომი კიდე ეგ მოისტუმრა ყველანი და კარგად ბრძანდებოდა არივერ დენჩი დაიხურა გუნდ და წავიდა გამიგე იმიტომ მან თავისი თამაში ითამაშა აი ეს არის ჩემო კარგი ეხლა კი ბატონო იწვით ხო ესეც მის თავი ყოფილა ბიზნეს თავია მაგრამ არის ხო
აბა რა არის, როგორ გონიათ მე? ბიზნეს თავია. კი ბატონო. და რატომ? ხან 99% თქვი, რატო გააკეთა ეს? და რისთვის აკეთებს, ხო? და მე ასესაც მიხვდები თავად, ხო? თუ ვისთვის აკეთებს ამას? ვის დასანახად, ხო? და ვის გასაბიტურებლად? ასე რომ ჩემო კარგებო ყველაფერი ისე არა, როგორც ჩვენ მგონია. კარგით, მეგობრებო, მე წელს ვერაფერს ვერ მოახერხებ, ასე ვთქვა და ხვალიდან ნელა დავლაგდები, მე კიდე მივალაგებ ჩემს კომპიუტერს 1000 არეული ისა მაქვს დასალაგებელია და ჩემი პრობლემი ჩვენ არ შევიქმნათ საკუთარი თავისთვის. დავალაგებ ყველაფერს და დავიწყოთ იმ წლიდან ახალ ეტაპზე გადასვლა. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ პრობლემი ჩვენ არ შევიქმნათ საკუთარი თავისთვის. ესე იგი ბოლო 3-4 დღე რაც წერილები მომწერეს, აი მაქსიმუმ სიტყვაზე 100-დან ნაპასუხები მექნება 15-ზე და 20-ზე. მაგრამ ყველა ჩანიშნული მაქვს, ყველა დასკრინული მაქვს და ყველას გიპასუხებ. უბრალოდ მივლაგდე. ეხლა მე სახლისთვის არ მიმიხედი ელემენტარულად. ეხლა მივდივარ მამაჩემთან, სახალხოდ უნდა მივხედო, მე სახლში რაღაცები კიდე გასაკეთებელია და მე უკვე ქეს დაღამდება და ქეც მოვა ახალი წელი რა. კარგით, მეგობრებო, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ისა რა ქვია, ფეიერვერკები არის უკვე იყიდება მთელ საქართველოში. უბათქუნეთ და ვისიც სახში დაინახავთ რომ ისა დაზვისხე რო უდევთ და რო აპროტესტებენ, რა დროს ჩვენ ისა რა ქვია, გვეზეიმება და რა დროს ახალი წელია, რა დროს ფეიერვერკები ვისიც გინახავთ, აი ის დაზვისხე ერთ ადგილას, ნუ გასაგებია, ხო? კარგით, აი აწითლებული მაგი ხა კიდევ ხედავ. აი ეს არის სათვალის აწითლებული, კაცი არ დაიჯერებს, მე რომ დამინახეს ადუღებდიო იმას, ვარკავდიო. და ეს არის სათვალის, იმიტომ რომ 2 დღე მქონდა მასიურად დილის 7:30-დან ღამის 4 საათამდე. და ესე ამიწვა ეს ისა. ჩვეულებრივმა იმის საკითხაო, რა ქვია, სათვალე. ესეთია, შემოგარგებოდ. კარგით, აბა, მრავალს და ეს არის ბედნიერად იმედების წევი ყოფილიყოს, უბრალოდ გვინდა გაძლება გვინდა და ბრძოლაც გვინდა, მაგრამ არა ისეთი რომ აი ამ პიდარასთან ბრძოლა სამართლიანოს არის უბრალოდ. სხვანაირი ბრძოლა. კაცკაცური, ვაჟკაცური, ადამიანური და ქართველური, რასაც ქვია. და რაღაც ინტერესები უნდა გქონდეს, ისეთი რაღაცისთვის უნდა იბრძოდე ადამიანი რომ ღირდეს კი არა, აი როას შეგწყვეს, გამიგეთ? ღმერთის წინაშე კიდე მართალი რო იყო. პირნათელი რო იყო. და რომ მადლი შეგეწიოს კემაინც. კარგით, აბა მრავალს ბედნიერად გაიხარეთ ოჯახებით, სიუხვე და ბარაკა ყველას. აწი ვიხილავთ მომავალ წელს ერთმანეთს.